გამარჯობა. დღეს მივდივართ რეაბილიტაციის ცენტრში გლენ როუსის კანადაში. აქამდე დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია, იმიტომ რომ იოანეს ბოტოქსი გავუკეთეთ 1 თვის წინ და მოკლედ კანადაში ჩამოსვლიდან ზუსტად 1 წლის თავზე მივდივართ პირველად თერაპიებზე. და მინდა დაგათვალიერებინოთ იქაურობა. თუ მომცეს გადაღების უფლება, დიდი სიამოვნებით გადავიღებ, როგორ ავარჯიშებენ, ფიზიოს როგორ უტარებენ. თან განახებთ როგორ მოეწონება ამას. მეც ძალიან მაინტერესებს. ვიდრე წავალთ თერაპიაზე, ჩაწერილები ვართ ასევე ოფთალმოლოგთან დილით. მოკლედ აქ როგორ არის იცით? ან საერთოდ თუ ისეგარის ექიმთან ვერ მოხვდები. ან ისე მიაყრიან ერთმანეთს, რომ ყველა ერთად გიბარებს და თვეში რამდენიმეჯერ გიწევს გასვლა. რაც შეეხება ოფთალმოლოგს მივდივართ ერთ კლინიკაში, სტროლერში უზარმაზარ კლინიკა, რომელიც არ დაბერძოლოთ ნამყოფები. და მე მივდივართ გლენ როუსში, როგორ მოვახერხებ ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ვეცდები. კიდევ ერთი მომენტი მინდა მოვყვე. ფეხზე ოპერაციის მერე დაუმზადეს ეს ფიქსატორებს, რასაც ეძახიან, პლასმასის როა. და როგორ არის იცით, ვიდაიდან არ გვაქვს ბინადრობა აქაური ვიხდით გავს რაღაცეებში 20%-ს 80 გვიფინანსებენ. და როგორ არის, ანუ წელიწადში ერთხელ იხდი გარკვეულ თანხას, სადღაც $500-მდე და ამ $500-ში დაგვიმზადეს ეტლი, ვოლკერი, ეს ხადუნკებს რო ეძახიან და ეს ფეხზე გასაკეთებლები. ყოველი ივლისის პირველ რიცხვში არის განახლება და აი მაგალითად 1 ივლისიდან თუ დავიწყეთ ისევე, თუ დაგჭირდა რაიმე მოწყობილობა, ისევე $500 უნდა გადავიხადოთ, ანუ წელიწადში ერთხელ ხდება ამ თანხის გაცემა. და რაც მოგივა ამ წლის განმავლობაში, რაც დაგჭირდება, ისინი გიფინანსდება. ხალხო, მე ძალიან გამიმართლა. ცხოვრობ დაუნთაუნთან ძალიან ახლოს, სადაც არის მეტრო და ტრანსპორტი ასეა თუ ისე შედარებით მარტივად. თითქმის ყოველთვის მიწევს ჩერჩილის მოედნის გავლა. და ეს მოედანი არის ყოველდღიურად დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით. შეგიძლია ოჯახთან ერთად გამოხვიდე არა მარტო შაბათ კვირას, არამედ კვირის ნებისმიერ დღეებში. და აქ ტარდება ხოლმე სხვადასხვა შოუ. შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა აქსესუარები, ხან რა გამოგთ, ხან რა გამოგთ, ხან რომელი ქვეყნის ტრადიციული ღირსშესანიშნაობები, ხან რომლის. ეხლა მივალ მეტროთი, უნდა გადავადგილდე დღეს. მსგავსი აქტივობები რო არის, აქ აყენებენ ყველგან, ანუ პანდუსები ხო ისედაც ყველგან არის გზაზე, მაგრამ სპეციალურად სადაც ეს დაქანებული ადგილებია, არ ვიცი ახლა აქ ჩანს თუ არა. აი, განახებთ. ასეთ რაღაცებს ალაგებენ, რომ ეტლით ძალიან მარტივი იყოს გადაადგილება. ესეც მეტრო, სადაც ქვევით რომ ჩავიდე, ექსკალატორზე რომ ეტლი არ დამიგორდეს. ჩავალ. ლიფტით. სამწუხაროდ 2 სართულით ქვევით, ჯერ ერთი ლიფტი უნდა გამოვიყენო, მერე მეორე. მაგრამ ერთი მინუსი აქ არის ის, რომ ქუჩის მაცხოვრებლები ძალიან ახლოს დაიარებიან და სულ საშინელი სუნია ხოლმე მსგავს ადგილებში. გამოდივართ ერთი ლიფტიდან. და წავედით გავამართეთ მეორესკენ. Hi, Churchill. Please stand back. იოანე, მგზავრობა ძალიან უყვარს, ხოდე? ჩუმად არის ყოველთვის. ეს ჩვენი მეტრო.
აქ უნდა ვიმშობიარო და აგენ არის ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი. გვერდ-იგვერდ ყველაფერი ერთ სივრცეში. თან მეცინება. აქ დავრეკე, რო ჩამოვედი მაშინ. არა, ივლისში ჩამოვედი, სექტემბერში დავრეკე. და ეხლა არის ივლისი. ისევ ხო 25 წლის. და მოვდივარ პირველად. მე ხალხო იმდენად ბევრი ვამახვილებ ამაზე ყურადღებას. იმდენად მიხარია. ვერ აგიხსენებთ. შევიძეთ ახლა შიგნით. დავდით. სამხელა შენობა. პირველად რა შემოვედი დავიკარგე. როგორც ყოველთვის ყველა კლინიკაში მაღაზიები. ის შეძენა სურცულობებული ყველაფერია. ეხლა ცოტა ადრე მოგვიწია მოსვლა. იონის უცებ წავახემსებ. და ჩავაცმო ფეხზე ფიქსატორებს და ნელ-ნელა შევალთ. ხოდე? თან ჩავიცოთ, ხო? აი იონის ფიქსატორები, ასე გამოიყურება. ხო, ჩვენს მოწონს თხოვს ხოლმე რომ გამიკეთეო. მოვიწყინოთ. მოდე, ეს გავიხადოთ. ჩავიწყო. ნახე შინელი. შეხედე? აი რა. მოიტანს ხოლმე გამიკეთეო სახლში. ეტელით სადაც იპოვის. და მოწონს ათვალიერებს ხოლმე ნახატები და რაღაცეები რო აქვს. თუმცა როგორ შეიძლება პლასმასი საფლოში ამ სიცხეში მოგწონდეს ჩემამდე არ დადეს. ამისთვის დიდი ფეხსაცმელი ვუყიდე სპეციალურად. რომ აი ეს ადგილები ცოტა დაგრძელებულია და რო ჩაეტიოს. ეს თიმით უნდა ავარჯიშო. სახლში რომ დავაყენებ ხოლმე ვოლქერზე. ცოტა უჭირს. თან დიდი ფეხსაცმელი თან ეს პლასმასის რა თქმა უნდა გაუჭირდება. მაგრამ სვაგზა არ არის. მოდი. მომეფეხი. მომე. ჩავდა თამაშდე. ეს. ესწორდე? კაი რა იურა. მითხარიდე? კაი რა დედა. რა დამტანჯე თქო, დედა თქო. დედა. ბატონო. წავიდეთ? დე ცოტა ადრე მოვედი, დაველოდეთ ცოტა ხანი და წავიდეთ, კაი? იმდენი იტირა, ბოლოს გამოვეცალე, რომ გამშვიდებულიყო. არაცდის, არაფრის გაკეთებას. სავარაუდოდ მოველოდი, რომ პირველ ჯერზე ასე იქნებოდა, მაგრამ ამ დონეზე თუ манипуляция გაჭრიდა, არ მეგონა ნამდვილად. მოკლედ გამოვედით. ვერაფერს ვერ გადავიღე. იმიტომ რომ ძალიან ბევრი იტირა. იმდენად ბევრი იტირა, რომ ის დამშვიდებას მოვანდო 1 საათი. ცოტა ხანი გავედი, მეთქი უფრო დაწყნარდება თქო, მაგრამ
არანაირი შედეგი და არ არის პრობლემაო, მაინც პირველი გაკვეთილიაო და მოვანდომეთ ეს პირველი გაკვეთილი, ეს 1 საათი, მოკლედ ამას. შემდეგისთვის იქნება უფრო მოვახერხო. თუმცა რა მითხრეს ახლა? ჩვენო ძირითადათო ვასწავლეთო მშობელსო, როგორ უნდა იმუშაონო, იმიტომ რომ მშობელი ატარებს ძირითადად ბავშვთან უმეტეს დროს და მშობელმა უნდა იცოდეს მთელი დღის განმავლობაში რა როგორ აკეთებინოს ბავშვს. ამიტომ უნდა გვიყუროთო. და всё. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანიო. მე უთხარი შემდეგში, აი დავუშვათ თერაპია ისე რომ გაგრძელდეს, როგორ და რანაირად უნდა მოვახერხო ეს თქვენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია გელოდებით მეთქი თითქმის 1 წელიწადია თქო. შენო თუ შეატყობო ბავშვსო პლასტიკის მომატებასო, ურეკავო ექიმსო, ეუბნებიო. აი ეს პლასტიკა მოგვემატა. ჩაგვინიშნეთ ისევე ფიზიოთერაპია. და შაგინიშნავენო. მე ვთხარი ესე სახში თუ არ ვივარჯიშოთ პლასტიკას უგვაქვს თქო. შეძლებთ აგვარად ჩაგინიშნავენ ხოლმე. მოკლედ ესე გამოვედი, არ ვიცი. ძალიან გადაღლილი, გადამწვარი. ნახოთ შემდეგში რას იცავს. მადლობა რომ მიყურეთ. თუ მსგავსი ვიდეოები გაინტერესებთ, დამას subscribe-ეთ, მოიწონეთ. იქნება გადავიღო ხოლმე რაღაცეები. ნახვამდის.